არის თუ არა ჰორმუზის სრუტის კრიზისი, შეერთებული შტატებისთვის სუეცის მომენტი და მუშაობს თუ არა ამერიკული სტრატეგია მისსავე საწინააღმდეგოდ. ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. სანამ ამ საკითხებს შევეხებოდე, მოდი განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც გასული კვირის განმავლობაში მოხდა და ეს მოვლენები ძირითადად შეეხებოდა სპარსეთის ყურეში მიმდინარე პროცესებს. პირველი მათგანი არის ის, რომ ირანმა შექმნა სპეციალური ორგანიზაცია სახელწოდებით სპარსეთის ყურის სრუტის მმართველობა, რომელმაც გამოაქვეყნა საკუთარი წესები, რა წესებსაც უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერი სავაჭრო თუ სამხედრო გემი ჰორმუზის სრუტეში გავლისას. და ამასთანავე ირანულმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა კონკრეტული გეოგრაფიული რუკა თუ საიდან სადამდე ექნება ამ ორგანიზაციას ამ წესების აღსრულების უფლებამოსილება. მოდი ჯერ ვნახოთ ის წესები თუ რა წესებს უნდა დაექვემდებაროს თითოეული გემი ჰორმუზის სრუტეში გავლისას. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის აქ ის, რომ თითოეულ გემს მოუწევს მოსაკრებლის გადახდა აქამდე ნახსენები $2 მილიონი ოდენობით და ეს თანხა უნდა გადახდილი იქნას ირანულ რეალში. თუ გემის მფლობელ კომპანიას არ ექნება რეალი, მაშინ ირანის სასურველ ვალუტაში იქნება შესაძლებელი გადახდა. ძირითადად აქ სავარაუდოდ მოიაზრება ჩინური იუანი. მეორე ის, რომ უნდა დაფიქსირდეს ეს გადახდა ირანულ საბანკო სისტემაში და მხოლოდ ამის შემდგომ ექნება გემს ტრანზიტის შესაძლებლობა. მესამე ის ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობდნენ ირანთან ომში და მას მიაყენეს ზიანი, მათ დამატებით მოუწევს კომპენსაციის გადახდა, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც ასანქცირებენ ირანს და ასე ვთქვათ, ბლოკავენ ირანულ აქტივებს საერთაშორისო ბანკებში, მათ არ შეეძლებათ ამ სრუტის გამოყენება. მეოთხე მოთხოვნის მიხედვით, ყველა ამ დოკუმენტში ნახსენები უნდა იქნას ტერმინი სპარსეთის ყურე და არა არაბეთის ყურე, რომელსაც ხშირად იყენებენ არაბული სახელმწიფოები. და ასევე ბოლო პერიოდში შეერთებული შტატები ცდილობდა, რომ ეს ტერმინი დაემკვიდრებინა და საერთაშორისო გამოყენებაში შეეტანა, თუმცა უშედეგოდ. მეხუთე პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა გამოიწვევს იმას, რომ ირანული შეიარაღებული ძალები ამ გემს დააკავებს და გემის მფლობელი კომპანია დაჯარიმდება ტვირთის ღირებულების 20%-ით. მეექვსე, აქ არის ნახსენები ის, რომ გემებმა უნდა გაიარონ სპეციალურად იმ მარშრუტით, რომელიც დადგენილი აქვს ირანის შეიარაღებულ ძალებს და მეშვიდე, გემები, რომლებიც მიემართებიან ან მოემართებიან ისრაელის პორტებიდან, კონკრეტულად ჰაიფა, აშდოდი და ეილათი, ამ გემებს არ ექნებათ შესაძლებლობა ჰორმუზის სრუტის გამოყენების. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად გეოგრაფიულ არეალს თუ სად იმოქმედებს ეს წესები, როგორც გითხარით, ირანმა გამოაქვეყნა კონკრეტული რუკა ამის შესახებ და როგორც თქვენ ხედავთ გაზრდილი მასშტაბით ჰორმუზის სრუტის არეალს, მოკლედ ეს დერეფანი იწყება ირანული ქეშმის კუნძულის უკიდურესი დასავლეთ ნაწილიდან დაახლოებით გაერთიანებულ არაბთა საემიროების უმა ალ-ქუაინის პორტამდე. ამაში ექცევა ემირატების რას ალ-ხაიმას პორტი და როდესაც ეს რუკა გამოქვეყნდა, იმავე საღამოს ირანული შეიარაღებული ძალების მოთხოვნით რას ალ-ხაიმას პორტში გაჩერებულმა გემებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ ეს პორტი და გადაინაცვლათ უფრო დუბაისკენ, უფრო აქეთ დასავლეთით. ამიტომ ამ პორტის არეალში დღეს აღარ დგანან ეს გაჩერებული ტანკერები და სავაჭრო გემები, ხოლო დერეფნის მეორე ბოლო ეს იქნება ირანული მობარაქის მთიდან ემირატების ფუჯეირას პორტამდე. საკმაოდ ესეთი გაზრდილი ზომა არის თვითონ ჰორმუზის სრუტის, რომელიც ამოიცავს არა მხოლოდ სპარსეთის ყურეს, არამედ ის გამოდის ნაწილობრივ ომანის ყურისკენ და თავარი შეკითხვა არის ეს ფუჯეირას პორტის მოქცევა ამ არეალში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ რუკაში არის ის, რომ ირანმა ამ კონტროლირებად დერეფანში მოაქცია გაერთიანებულ არაბთა საემიროების ფუჯეირას პორტი, ერთ-ერთი პორტია ფუჯეირას პორტი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პორტთან, რომელიც არ მდებარეობს სპარსეთის ყურეზე და მდებარეობს ომანის ყურეზე და მას არ ჭირდება ჰორმუზის სრუტის გამოყენება სავაჭრო ტრანზიტისთვის. და რატომ მოხდა ეს ასე? მე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ გაერთიანებულ არაბთა საემიროები იყო
სამხედრო ფორპოსტი, ყველაზე ესეთი მოწინავე სპარსული მონარქია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ირანთან საომარ მდგომარეობაში, პროცესში და საპასუხოდ ირანიც საკმაოდ აქტიურად ბომბავდა, მოდი ესე ვთქვათ, გაერთიანებულ საემიროებს დაახლოებით 2800-მდე დრონი და რაკეტა იქნა გამოყენებული მის წინააღმდეგ და დღესაც, როდესაც გარკვეულწილად ეს დაძაბულობის პირველი ეპიზოდი გარკვეულწილად ჩენელდა, გაერთიანებულ არაბთა საემიროები რჩება იმ ყველაზე აგრესიულ არაბულ მონარქიად, რომელსაც სურს ირანთან წინააღმდეგობის და ომის გაგრძელება, ამასაც აქვს საკუთარი მიზეზები და რაც შეეხება თვითონ ამ ფუჯეირა სპორტს, ფუჯეირა სპორტის ბლოკადა ირანის მხრიდან მდგომარეობს იმაში, რომ ფუჯეირა სპორტში აბუ-დაბის რეგიონიდან, ქალაქ ჰაფშანიდან მიდის ნავთობსადენი, რომელსაც შეუძლია ყოველდღიურად გაყიდოს დაახლოებით 1.5 მილიონი ბარელი ნავთობი, რაც არის მთლიანად გაერთიანებულ არაბთა საემიროების დღიური ექსპორტის პრაქტიკულად ნახევარი. აქ თქვენ ხედავთ დიაგრამას, რომ საემიროები ოპეკ-ის შემავალ ქვეყნებში იყო მესამე ქვეყანა ნავთობის ექსპორტით და დღიურად ის ყიდდა დაახლოებით 3 მილიონ ბარელს და ფუჯეირა სპორტი შეიძლებოდა ამ ოდენობის ნახევრის გაყიდვა, ამიტომ რეალურად ირანმა მოახდინა ამ პორტის ბლოკადით მთლიანად საემიროების ნავთობის ექსპორტის ბლოკადა. ამაზე იყო გათვლა, კონკრეტულად ფუჯეირა სპორტზე იყო გათვლა იმ სვლით, რომ საემიროებმა დატოვა ორგანიზაცია ოპეკი და მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დამოუკიდებლად გაეყიდა ნავთობი მისთვის მისაღებ ფასში და მისთვის მისაღები რაოდენობით, თუმცა ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ანულირდა ირანის აი საპასუხო გადაწყვეტილებით, კონკრეტულად აი რუკის გამოქვეყნებით, რომელიც აი ფუჯეირას სპორტს აქცევს ბლოკადაში. რამდენიმე დღის წინ მოხდა აფეთქება თვითონ ამ ფუჯეირა სპორტზე, ირანი უარყოფს, რომ მან განახორციელა თავდასხმა, თუმცა ირანმა განახორციელა თავდასხმა იმ გემებზე, რომლებიც აპირებდნენ ფუჯეირა სპორტში შესვლას და ნავთობის გატანას. შემდგომ ჩვენ ვნახეთ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ახალი ოპერაცია, სახელწოდებით მშვიდობის პროექტი, რომელსაც უნდა უზრუნველყო თავისუფალი ტრანზიტი სავაჭრო გემების ჰორმუზის სრუტეში, ანუ ამერიკული სამხედრო გემები დაიცავდნენ სავაჭრო გემებს, ტანკერებს ჰორმუზის სრუტეში გავლისას, თუმცა 2 დღეც არ იყო გასული, როდესაც ეს ოპერაცია დასრულდა, თვითონ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ის გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ამისი რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ როგორც კი შეერთებული შტატების სამხედრო გემმა დააპირა ჰორმუზის სრუტეში გასვლა, მასზე მოხდა გამაფრთხილებელი თავდასხმა ირანელების მხრიდან. ესეთი ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა ამ გემის საწინააღმდეგოდ, ის შედეგადაც ამ გემმა შეწყვიტა საკუთარი კურსით სიარული და გაბრუნდა უკან. მეორე მიზეზი თუ რატომ შეჩერდა, არასრულ 2 დღეში ეს პროექტი იყო ის, რომ მაგალითად გუშინ გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთმა და კუვეიტმა ჩაუკეტა საკუთარი საჰაერო სივრცე და სამხედრო ბაზების გამოყენების შესაძლებლობა შეერთებულ შტატებს და მოსთხოვა შეერთებულ შტატებს, რომ ეს ოპერაცია შეეჩერებინათ, თუმცა ეს ვერსია თავად თეთრსახმა გაავრცელა და ამიტომ ამის დადასტურება შეუძლებელია ან ცოტა ნაკლებ სავარაუდოა თუ რამდენად აქვს მსგავსი ტიპის წნეხის განხორციელების შესაძლებლობა ამჯერად საუდის არაბეთს და კუვეიტს, ეს საკითხავია და მესამე ესეთი ყველაზე პრაქტიკული მიზეზი ამის ის არის, რომ ამ ოპერაციით არ აღფრთოვანდნენ ის კომპანიები, რომლებიც ფლობენ გემებს და ახორციელებენ ტრანზიტს სპარსეთის ყურეში, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული, ასე ვთქვათ, ესკორტი ვერ უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას და არც ერთ კომპანიას არ უღირდა ამ მსგავსი რისკის გაწევა, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული სამხედრო, ასე ვთქვათ, საზღვაო შეიარაღება არ არის იმ ოდენობით ჰორმუზის სრუტეში, რომელმაც შეიძლება იმ რაოდენობის გემები
ესკორტი მოახდინოს რა რაოდენობის გემებიც ყოველდღიურად დადიან ჰორმუზის სრუტეში. ამასთანავე, როგორც ვახსენე, თუ რეგიონში აღარ არსებობს თავდაცვითი სარაკეტო სისტემები და ანუ ეს რესურსი რამდენიმეჯერ შესუსტებული აქვს შეერთებულ შტატებს, მაშინ ასე ვთქვათ, რისკები არსებობს ამ გემებზე თავდასხმის და ამ რისკების გამორიცხვა საბოლოოდ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია. ანუ ეს სამი ძირითადი მიზეზი იყო, რაც შეიძლება ვთქვათ, უდღეური აღმოჩნდა ეს თავისუფლების პროექტი შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული. ახლა შევეცდები პასუხი გავცი კითხვას, თუ რატომ მუშაობს ამერიკული სტრატეგია მისსავე წინააღმდეგ. არსებობს ასეთი თეორია, რომ შეერთებულ შტატების მიერ წამოწყებული კონფლიქტი ირანის წინააღმდეგ რეალურად მიზანმიმართული იყო ჩინეთის ენერგომომარაგების დესტაბილიზაციისთვის, რომ ირანულ ნავთობზე კონტროლი დონალდ ტრამპს ჭირდებოდა იმისათვის, რომ შემდგომში სი ძინპინთან შეხვედრისას ევაჭრა და მას მიეღო თავისუფალი წვდომა იმ კრიტიკულ მინერალებსა თუ ნივთიერებებზე, რომელზედაც წვდომა შეუზღუდა ჩინეთმა შეერთებულ შტატებს, რეალურად დაადო ემბარგო, ჯერ კიდევ 2023 წელს, როდესაც მან გამოაქვეყნეს იმ ნივთიერებების სია, რომელზედაც დააწესეს ექსპორტის კონტროლი, ანუ გადამყიდულ ქვეყნებსაც აუკრძალეს შეერთებულ შტატებისთვის მიყიდვა. ამ ნივთიერებებში შედიოდა გალიუმი, გერანიუმი, გრაფიტი, ის კრიტიკული ნივთიერებები, რომელზედაც რეალურად დგას თანამედროვე სამხედრო იარაღის წარმოება, ასევე ელექტრომობილების წარმოების სექტორი და ასევე განახლებადი ენერგიების სექტორი. ამიტომ ეს იყო საკმაოდ კრიტიკული გამოწვევა შეერთებულ შტატებისთვის ბოლო წლებში. 2025 წელს ამ ნივთიერებების სია კიდევ უფრო გაგრძელდა. ამიტომ შეერთებულ შტატებს ჭირდებოდა ამ ემბარგოს მოხსნა ჩინეთის მხრიდან და მას ჭირდებოდა ეს გავლენის ბერკეტი აი ნავთობზე კონტროლის კუთხით და ეს ომი მოიაზრება, როგორც ვახსენე, აი ამ ბერკეტის მოსაპოვებლად წარმოებულ კონფლიქტად. თუმცა ამ სტრატეგიას აქვს თვისებრივი ხარვეზი, გამომდინარე იქიდან, რომ მას გამოტოვებული აქვს სტრუქტურული ელემენტი. ეს ელემენტია ჩინეთის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი. 2025 წლის მონაცემებით ჩინეთი თითქმის 85%-ით ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანაა. იგი ეყრდნობა მისსავე გამომუშავებულ ენერგორესურსებს. ძირითადად აქ იგულისხმება ელექტროენერგია. ჩინეთის ენერგომოხმარებაში ნავთობს უკავია 19%, ხოლო ამ 19%-იანი ნავთობმოხმარებიდან თითქმის 75% არის იმპორტირებული. ხოლო ჯამში პროცენტულად ნავთობს, ან იმპორტირებულ ნავთობს ჩინურ ენერგომოხმარებაში უკავია 14-15%. ბუნებრივია, ეს არის მნიშვნელოვანი ციფრი, თუმცა არა ისეთი, რომელთაც შეიძლება თვისებრივი ზეწოლა წნეხი პოლიტიკური განახორციელოს ქვეყანამ ჩინეთზე. ასევე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ჩინეთს საკუთარ ნავთობსაცავებში ყველაზე მსხვილი ნავთობის მარაგები აქვს მსოფლიოში, რომელიც შეერთებულ შტატების, ევროკავშირის და იაპონიის ჯამურ ნავთობმარაგებს აღემატება და ეს არის დაახლოებით 1,5 მილიარდი ბარელი ნავთობი, რომელიც ჩინეთს ეყოფა დაახლოებით 220 დღე. ანუ ჩინეთს შეუძლია 7 თვეზე მეტი ხანი გაძლოს ისე, რომ მან არ მიიღოს არანაირი ნავთობ იმპორტი, რაც არის ანახული მაჩვენებელი თითქმის არც ერთ ქვეყანას, თუ არ არის ის ნავთობწარმოებელი, არ შეუძლია ამ დროით იყოს ნავთობის მოხმარებით დამოუკიდებელი. ჩინეთისგან განსხვავებით, შეერთებული შტატების მოკავშირეებს აღმოსავლეთ აზიაში იგივე ფუფუნება არ აქვს, როგორც ენერგო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე ნავთობმარაგების კუთხით. მაგალითისთვის, იაპონიის ენერგოდამოუკიდებლობა განისაზღვრება დაახლოებით 15%-ით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის კრიტიკულად დამოკიდებულია ნავთობ და გაზის იმპორტზე და ბოლო ინფორმაციებით იაპონიამ აღადგინა რუსეთიდან გაზის იმპორტი, კონკრეტულად სახალინის გაზის საბადოებიდან. მსგავსი ტიპის მოწყობილობა ახასიათებს სამხრეთ კორეასაც, ისიც არის ენერგოდამოკიდებული სახელმწიფო, ასევე ფილიპინები, შეიძლება ვთქვათ მალაიზიაც, ვიეტნამიც. მაგალითად, მალაიზია იყო ერთ-ერთი მსხვილი ირანული ნავთობის გადამყიდველი სახელმწიფო, რომელიც შემდგომ ძირითადად ყიდდა ჩინეთზე. თუ ჩახედავდით ჩინეთის ნავთობ იმპორტი ორ ქვეყნებს, მალაიზია იყო დაახლოებით მესამე-მეოთხე ადგილზე, რაც ბადებდა კითხვის ნიშნებს, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ტიპის ნავთობ რესურსები მალაიზიას არ გააჩნია, აქვს მას საკუთარი ნავთობი, თუმცა იმ ოდენობებით, რასაც ის ყიდდა ჩინეთში, ამ ოდენობებით მას არ აქვს, რაც
მიანიშნებდა იმაზე, რომ ის სანქცირებულ ირანულ ნავთობს ყიდდა ჩინეთში. აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ჰორმუზის კრიზისის დაწყებიდან ჩინეთმა შეაჩერა მის მიერ გადამუშავებული ნავთობის ექსპორტი, რომლის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები, ამიტომ მათ დამატებით ესე ვთქვათ ორმაგად შეექმნათ გამოწვევა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჰორმუზის სრუტის კრიზისის მიმართ გამძლეობა ჩინეთს აქვს საკმაოდ მაღალი, მას აქვს ხანგრძლივადიან პერიოდში ამ ნავთობის დეფიციტის აღმოფხვის შესაძლებლობაც, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით შეერთებული შტატების მოკავშირე პარტნიორ სახელმწიფოებზე აღმოსავლეთ აზიაში, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის გათვლა, რომ ირანულ ნავთობზე კონტროლის დამყარებით ან სპარსეთის ყურის ნავთობ მიწოდების ჩაკეტვით ჩინეთი მის რაღაცა საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გადაიაზრებდა, თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ იყო განწირული. ამ სტრატეგიის მეორე სტრუქტურული ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც გლობალურ ბაზრებზე ნავთობი ხდება დეფიციტური და შესაბამისად საწვავზე ფასები იზრდება, ეს ტენდენცია ავტომატურად გადაითარგმნება იმაში, რომ მოთხოვნა იზრდება გლობალურად ელექტრომობილებზე და განახლებადი ენერგიების ინსტრუმენტებზე და თუ ჩავხედავთ, თუ ვინ არის მოწინავე ქვეყანა ამ პროდუქტის წარმოებაში, ბუნებრივია ნახავთ, რომ ეს არის ჩინეთი, ის არის ნომერ პირველი როგორც ელექტრომობილების წარმოებასა და მის გაყიდვაში, ასევე განახლებადი ენერგიების ტექნიკაში, განახლებადი ენერგიების საწარმოებელი ტექნიკის წარმოებაში, ძირითადად იგულისხმება აქ მზის ბატარეები. ამიტომ ჰორმუზის სრუტის კრიზისიც ირიბად იმოქმედებს იმაზე, რომ ჩინეთის ექსპორტი აი ამ მაღალი ღირებულების მქონე საქონლის კუთხით გაიზრდება და ხელშეუწყობს, ასე ვთქვათ, იმ საწარმო სექტორს ჩინეთში, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ჩინეთისთვის სტრატეგიული. ახლა რაც შეეხება სუეცის მომენტს, ბოლო დღეებში ხშირად ხდება შედარება მიმდინარე ჰორმუზის სრუტის კრიზისის 1956 წლის სუეცის კრიზისთან, თუმცა ეს შედარებები მეტწილად მცდარია. რომ შეგახსენოთ, სუეცის კრიზისი მაშინ მდგომარეობდა იმაში, რომ 1956 წელს ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა გამალ აბდელ ნასერმა გადაწყვიტა სუეცის არხის ნაციონალიზაცია, რომელიც მაშინ ბრიტანეთსა და საფრანგეთის მფლობელობაში იყო და როდესაც ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა ნასერმა, ბრიტანეთმა შეაგულიანა, მოდი ესე ვთქვათ, ისრაელი და თავად ბრიტანელებმა და ფრანგებმა ეს ტრიადაში დაიწყეს სამხედრო ინტერვენცია და სამხედრო კონფრონტაცია ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებთან. ისრაელმა დაიკავა კიდევაც სუეცი, ბრიტანელებმა დაიკავეს სუეცის არხი, თუმცა მაშინ ამ კრიზისში ჩაერია როგორც საბჭოთა კავშირი, მაშინ ნიკიტა ხრუშჩოვის ლიდერობით, ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი, რომელმაც მოსთხოვა ბრიტანელებს და ფრანგებს, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ის, ასე ვთქვათ, დაკავებული ტერიტორიები და სუეცის არხი, რამაც გამოიწვია სიმბოლურად მოიაზრება ის, რომ ეს სუეცის კრიზისი იყო ის მომენტი, როდესაც დიდი ბრიტანეთის ბრჭყალების ჰეგემონია ჩაანაცვლა შეერთებული შტატების ჰეგემონიამ, რომ დიდმა ბრიტანეთმა საბოლოოდ, დიდი ბრიტანეთის იმპერიამ საბოლოოდ შეწყვიტა ამ მომენტში არსებობა. თუმცა, თუ გადავხედავთ მაშინდელ რეალობას, მაშინ დიდი ბრიტანეთი უკვე აღარ წარმოადგენდა ნომერ პირველ სამხედრო ძალას, არათუ პირველს არც მეორეს. ის აღარ იყო გლობალური ეკონომიკური მოთამაშე, ბრიტანული ფუნტი აღარ იყო მთავარი სარეზერვო ვალუტა. რეალურად ბრიტანეთის იმპერია არსებობდა ინერციით, რომელსაც გარკვეული ტიპის გავლენები მაინც ჰქონდა გლობალური მასშტაბით, მას ჯერ კიდევ ჰქონდა ამ მომენტისთვის კოლონიები, თუმცა სუეცის კრიზისმა შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ შემდგომ სულ რამდენიმე წელიწადში მსოფლიოში დაიწყო მასშტაბური დეკოლონიზაციის პროცესი 50-იანი წლების ბოლოს, 60-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აფრიკულმა ქვეყნებმა დაიწყეს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ბრიტანულ-ფრანგული იმპერიული წნეხის გადაგდება. დღევანდელი მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ ჰორმუზის სრუტის კრიზისი გარკვეულწილად სტრუქტურულ გამოწვევებს უქმნის შეერთებული შტატების ჰეგემონიას, გამომდინარე იქიდან, რომ ის კონტროლს კარგავს როგორც სპარსეთის ყურეზე, ზოგადად ახლო აღმოსავლეთზე, შეიძლება ასე ვთქვას, ხა სრულად შეიძლება არა, მაგრამ
იმ ხარისხის კონტროლი, რომელიც მას აქამდე გააჩნდა, ბუნებრივია, ამის შემდგომ აღარ ექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად მისი ჰეგემონია საბოლოოდ სრულდება, ან ჩინეთის ჰეგემონია ამ მომენტში ანაცვლებს მას. შეიძლება ითქვას, რომ რადგან ჰორმუზის სრუტის კრიზისმა გლობალურად შექმნა ნავთობზე დეფიციტი და მასზე გაიზარდა ფასები, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა დოლარზე გაიზარდა. თუ კი ნავთობი ფასი გაზრდილია, თითქმის ყველა ქვეყანა მას ყიდულობს დოლარში, შესაბამისად თითქმის ყველა ქვეყანას მოუწევს უფრო მეტი დოლარის შეძენა ფედერალურ რეზერვიდან. ამიტომ ესეც გარკვეულწილად მოკლევადიან პერსპექტივაში დოლარს ამყარებს და მოდი ასე ვთქვათ, დოლარის სისტემას აძლიერებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ეს ჰორმუზის სრუტის კრიზისი იქნება ესეთი დარტყმა შეერთებული შტატების გლობალურ დომინაციაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მომენტმა აჩვენა ის, რომ თუნდაც მის მოკავშირე სახელმწიფოებს, შეერთებული შტატების მოკავშირე სახელმწიფოებს მოუწევს საკუთარი ურთიერთობების დივერსიფიცირება ენერგოკავშირების მიმართულებით, პოლიტიკური კავშირების მიმართულებით, სამხედრო კავშირების მიმართულებით და თუნდაც დოლარის სისტემის მიმართულებითაც. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.